დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა პარლამენტში, უმრავლესობის მხრიდან აქცენტი სწორედ გიორგი გახარიას გამოსვლას უკავშირდებოდა. უკვე მე რამდენად ვწმუნდებით, რომ არც ქალებსზე თავდასხმებს ეხმაურებიან და გმობენ, არც ბავშვებს უსაფრთხოება ადარდებთ. მაგალითად, როცა თეა წულუკიანს ღამის საათებში სახლში მიუვარდება დატრენინგებული აგრესორების ბანდა და გადაწყვიტეს ასე დაეტერორებინათ ქალი პოლიტიკოსი და მისი ოჯახი. უფრო მეტიც, ამ დროს ქალის უფლებადამცველებად წოდებული აქტივისტები გამოვარდებიან და წყევლაკრულვას არ დაიშურებენ ამ ქალი პოლიტიკოსის მიმართ. ხოლო რიგი დიპლომატები ამ აგრესიულ აქტივისტებთან მეგობრული შეხვედრებით ან დუმილით წაახალისებენ ამ ყველაფერს. განსხვავ ადგილას ვერ შეხვდებოდნენ თეა წულუკიანს ან მისი სამუშაო ადგილი არ იციან? არა, უბრალოდ ეს ზეწოლის და ტერორის ფორმაა. გუშინდელი თემა ალბათ ნახევარი საქართველოს უყურებდა ბატონ გიორგი გახარიას და მან ახალი რეკორდი დაამყარა. პირველი რეკორდი ერთი და იგივე ფრაზის გამეორებაში ეკუთვნოდა ქალბატონი ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს, რომელმაც გამჭვირვალობის კანონის განხილვის დროს, როცა მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობდა იურიდიულ კომიტეტში, დაახლოებით ალბათ 20-30 ჯერ გამოიყენა სიტყვა იმიტომ, რადგანაც მას პასუხი არ გააჩნდა. ხა გუშინ ბატონმა გახარიამ ალბათ 10 ჯერ უფრო ხშირად გამოიყენა სიტყვა რომ არ მახსოვსო. იგი გამოიყურებოდა ძალიან დაბნეული, აკეთებდა განცხადებებს, რომლებიც ერთი მეორეს ეწინააღმდეგებოდა და მან ვერ აუხსნა ჩვენ საზოგადოებას მაგალითად რატომ დააპირისპირა პოლიცია მოქალაქეებს და რატომ არ იდგა იქ რკინის ჯებირები. ასევე ვერ აუხსნა ჩვენს მოქალაქეებს რატომ არ გამოიყენა წყლის ჭავლი და წყლის ჭავლის მაგივრად რატომ გამოიყენა რეზინის ტყუები და როდესაც იგი ამდენი ხნის განმავლობაში ყველა განცხადებაში ამბობდა რომ ყველა ბრძანება მისი გაცემული იყო მათ შორის რეზინის ტყუების გასროლასთან დაკავშირებით, გუშინ სამარცხვინოდ ეს ყველაფერი დააბრალა ჩვენს პოლიციელებს.